მარტაკოსის განცხადებას აკრიტიკებს მმართველი გუნდი. შევახსენებ კიდევ ერთხელ ყველას, მათ შორის მარტაკოსაც, რომ საქართველოს იმიტომ გადარჩა ისტორიულად, რა მარტაკოს და მისნაირებს არ უჯერებდა და უჯერებდა საქართველოს ეკლესიას, ქართულ ხელისუფლებას, ქართულ მომავალს, წარსულს, ოჯახურ ღირებულებას, რწმენას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. თავად ევრობიუროკრატიაში არის ის პრობლემები, რასაც ქვია ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული პრობლემები, კორუფციები, კვირაში ერთხელ იჭერენ მაღალჩინოსებს თავად ევრობიუროკრატიაში და ასე შემდგომ. ასე რომ მარტაკოს მიმართავ რომ გააგრძელოს ასე დიახ მარტაკოსი რომ გამოვიდეს და კარგი თქვას, ის უნდა გაგვიგვირდეს ჩვენ. რუსეთი საქართველოში ვერ იმარჯვებს ვერანაირად. მარტაკოსის დახმარებით შეიძლება გაიმარჯვოს. იმიტომ რომ ის წითელი ხაზების დაპირისპირება რაც წარმოიქმნება თბილისსა და ბრიუსელს შორის სწორედ მარტაკოსის და მისი გუნდის დამსახურებაა. როგორც შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს საქართველოში პოლიტიკურად, როცა ოკუპაცია ხდება ტერიტორიების 20%-ის. და მის ქვეყანას გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ ასეთი არ გაგვაჩნია. მარტაკოსი იქნება თუ კუბილიუსი და იეკნევიჩოვანი და ყველა სხვა. ესენი არიან ქართველთ მოძულე ანტიქართულად განწყობილი ადამიანები, ვინც ხატავს სიტუაციას ისე თითქოს ჩვენ გულშემატკივრებს და რეალურად უნდა რომ გადაგვისროლოს ცეცხლის ბორებში. ცოტა ხნის წინ გახსოვთ ალბათ რომ კაია კალასმა განაცხადა რომ ჩვენ ყველა ისეთ მდგომარეობაში ვართ ახლა რომ დალევა უნდა დავიწყოთ. აი როდესაც ადამიანი ამბობს რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს, მე მგონი ის სწორედ ამ ალკოჰოლური თრობის ქვეშ არის და სწორედ ამის შედეგია რომ აგრძელებენ ერთად მას. სხვა ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს. ამიტომ ვფიქრობ რომ ამაზე სხვა კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია.